საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისათვის სხვა დანარჩენ პრიორიტეტებთან ერთად განათლება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და რატომ? იმიტომ რომ განათლებული მომავალი თაობა არის უკეთესი ქვეყნის საწინდარი, უკეთესი წარმატებული საჩხერის მუნიციპალიტეტის საწინდარი და მხოლოდ ჩვენი მომავალი წარმატება არის განათლებული თაობაზე დამოკიდებული. დღეს შევხვდით საჩხერის მუნიციპალიტეტის შემცხოვრებ სტუდენტებს, განსაკუთრებით მიულოცე პირველ კურსელებს, რომელიც წელს პირველად შეაგებენ უნივერსიტეტის კარს, მიულოცე მათ წარმატებები, უსურვე წარმატებული სტუდენტობა, ესევე ვესაუბრე იმ პროგრამებზე, რომელსაც საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ახორციელებს და ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, იმიტომ რომ საჩხერის მუნიციპალიტეტი თავაზობს წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიას და ვთვლი, რომ ეს ერთგვარი სტიმულია მათთვის, ხელშეწყობაა და ვთხოვე, რომ რაც შეიძლება ბევრი ფინანსები წაიღონ ჩვენიდან. როცა ამ პროფესიას ვირჩევდი, მივხვდი, რომ ჩვენს რაიონში არ იყო ამ პროფესიაზე როგორ თქვა, საჭირო ცნობიერება. მინდა რომ თქვა და მოუწოდო ახალგაზრდებს, რომ ეს პროფესიები არის ნამდვილად მომავლის პროფესიები. დღეს თუნდაც ბიზნესი, ტექნოლოგიები ამ პროფესიების გარეშე არ არსებობს და გამიხარდება თუ იმ ცოდნას, რაც ამ სფეროში ახლა გამოჩნია, ან იმას, რასაც მომავალში შევიძენ, ჩემს რაიონს მოვახმარ. მე ვარ მარიამ ჯოხაძე, არგოთის სკოლის კურსდამთავრებული. და მაქვს ბატონებთან ასეთ შეკითხვა. რახან ახლა ყველა სპორტის განხრით არის ასული და ერთ პატარა ჯერ ტრადიციებს ვეპატივებთ ქართულ ცეკვებს. აი აქ არის ცეკვის ანსამბლი ბევრი და ერთ პატარა კოლეჯი რო გაქვს, ან როგორც ესეთი ის არის. აი ბიზნეს ტექნოლოგიების და ანუ კურსდამთავრებულებს, ვინც ქორეოგრაფიულზე აბარებს და ანამეზე, და ხელშეწყობა რო იყოს. ვთხოვათ, რომ შენობა შესანიშნავია, დარბაზი შესანიშნავია და შეიძლება რომ დაამატოს და საჩხერის განვითარება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლაც რომ მივდივარ და ეს 6 წელი თუ პრობლემის იქნება გავადაროთ ძალიან გვიჭირს. საერთოდ მეგობრებთან ოჯახისთან გაშორება და ვიცი იმედი მაქვს რომ ისეთი პროფესიონალები გავხდებით რაღაც მედიკოსობას აპირებს და იმედია ისეთი პროფესიონალები გავხდებით რომ ჩვენს სოდნას და პროფესიონალიზმს ჩვენს ქალაქს მოვაყენოთ. ჩემთვის და ჩემი თანამტოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის მხარდაჭერა, რადგან გვაძლევს мотивაციას და რა თქმა უნდა, мотивაცია ერთ-ერთი წინაპირობა არის წარმატების. ჩემი განვითარება, ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარებას ნიშნავს და იმედია პროფესიონალი გავხდები ჩემ საქმეში და აქაც შევძლებ ჩემი სფეროს განვითარება. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ყველა და ან ბევრმა აბიტურიენტმა რა უკვე სტუდენტებმა დავინახეთ, რომ ჩვენი მერიისგანაც გრძნობთ ამ მხარდაჭერას და ყოველთვის მხარს გვიჭერენ, ასე ვთქვათ, და გვიბიძგებენ და უფრო მეტ мотивაციას გვაძლევენ, რომ წარმატებულები ვიყოთ მომავალში. აქედან მომიზნად მაქვს დასახული, შეიძლება წავიდე საზღვარგარეთ სასწავლებლად, მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები და მივიღებ მონაწილეობა ჩემი ქვეყნის განვითარებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ საჩხერე პატარა რაიონია და ის პატარა ნაბიჯები, რომლებსაც ის გადადგავს განათლებისა და სწავლის, მეცნიერების წახალისების მხრივ, იქნება ყოველთვის დასაფასებელი. ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის ეს არის ძალიან პატივსაცემი და სამადლობელი, ასე ვთქვათ, სიტყვა, რადგან ვარ კმაყოფილი და ბედნიერი, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტი მე მივიჭერს მხარს და ასევე ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც უკვე სტუდენტის სახელით წარსდგა ჩვენ წინაშე. დასაფასებელია ის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი როგორც სტუდენტების, ასევე ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერას მუდმივად ახორციელებს, როგორიც არის სწავლის დაფინანსება, ასევე წარმატებული სტუდენტების დაფინანსება. სტატისტიკას რაც შეეხება, 391 კურსდამთავრებული გვყავდა, აქედან 220 პირველ კურსელი გვყავს.